რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლებმა გურიის თვითმმართველობის წევრებს მთავრობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგია გააცნო. თვითმმართველობის მაქსიმალური დეცენტრალიზაცია, პროცესებში საზოგადოების აქტიური ჩართულობა და ადგილებზე მობილიზებული ფინანსური ბერკეტები. ეს არის ის ძირითადი მიზნები, რომელზე დაყრდნობითაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ ახალი კონცეფცია შექმნა. აღნიშნული სტრატეგია ჩოხატაურის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის თვითმმართველობის ხელმძღვანელებს სამინისტროს წარმომადგენლებმა გააცნეს. როგორც პრეზენტირებისას აღინიშნა, თითოეული სოფელი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გახდება. თითოეული ქალაქი თვითმმართველი იქნება. სამხარეო და მუნიციპალური ბიუჯეტები დაიყოფა და გადასახადების დიდი უმრავლესობა ადგილობრივ ბიუჯეტში დარჩება. ჩვენ დღეს გვაქვს გურიის საკრებულოების და გამგეობების წარმომადგენლებთან გაახილვა სტრატეგიის ძირითადი პრინციპებისა, პარალელურად მზადდება კანონპროექტები, განხილვებით აგვეხმარება ამ კანონპროექტებში კიდევ უფრო მეტად სრულყოფილად რო ავსახოთ ის საკითხები, რომელიც გასათვალისწინებელია ამ რეფორმებისას და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თითოეულ რეგიონში მოვახდენთ განხილვას, როგორც ძალკე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოებასთან. პროგრამა გულისხმობს საზოგადოების ჩართულობის სრულიად ახალი მექანიზმების ამოქმედებას, თვითონ ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუციონალურ ახლებურ მოწყობას, კომპეტენციებისა და ფინანსების ახლებურ გამიჯვნას და ამ შემთხვევაში თვითონ ხელისუფლებამ მიწყობა საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ აქტიურად ყოფილიყო ჩართული, შექმნილია საბჭო, შეერთდა საბჭო, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს. საბჭო ღია არის აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული პირისათვის, ახლა ხდება მისი ფორმირება აქტიურად და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ყველა არა მარტო თვითმმართველობის წარმომადგენლები, არამედ აქტიური სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები, მოქალაქეები, ვისაც გააჩნია გარკვეული ხედვები, სწორედ ჩაერთვებიან ამ პროცესში და თავის რეკომენდაციებს მოგვაწყვეტენ. გარკვეულმა ჯგუფმა არასამთავრობო ორგანიზაციების გაერთიანება მოიფიქრა მსგავსი კანონპროექტი და ამ კანონპროექტის გურიის კოორდინატორი ვიყავი მაშინ. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ ეს ატონი თენგიზი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი მაშინდელი ამ თვითმმართველობის სტრატეგიის ცვლილებისა და მეც მუშაობდი ამ თემაზე, ასე რომ კარგად ვიცი, რას გულისხმობს ეგა. აქ არ არის მოქნილობაზე საუბარი, აქ არის საზოგადოებით მეტ ჩართულობაზე საუბარი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომელსაც ვფიქრობ, რომ ბევრწილად უზრუნველყოფს მსგავსი სახის თვითმმართველობები საქართველოში. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით აღნიშნული შეხვედრები და ახალი სტრატეგიის პრეზენტაცია სხვა ქალაქებშიც გაგრძელდება.